ბოლოს და ბოლოს ეს მოხდა. თეთრმა სახმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის სრულად დაუჭიროს მხარი ჯოჯოხეთურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ზუსტად ის კანონპროექტი, რომელსაც გარდაცვლილი ლინდსი გრემი თავისი ცხოვრების მთავარ საქმედ მიიჩნევდა. 2 წლის ბრძოლის შემდეგ, ავტორის გარდაცვალების შემდეგ, დოკუმენტმა ბოლოს და ბოლოს მიიღო მწვანე შუქი აშშ-ის პრეზიდენტისგან. უფრო მეტიც, დღეს 13 ივლისს სენატში ის კიდევ უფრო გაამკაცრეს და რამდენიმე საინტერესო პუნქტი დაამატეს. მაგრამ აქ არის ერთი არასასიამოვნო სიმართლე თავად დონალდ ტრამპისთვის. დაზე ძვირს ცალკე და გულახდილად საუბარი. სანამ ვაშინგტონი 2 წლის განმავლობაში ქაღალდს ათანხმებდა, უკრაინამ უკვე შემოიღო თავისი სანქციები. მათ შორტ-როლ სანქციებს უწოდებენ. და ისინი ამერიკულებისგან განსხვავებით, ამჟამადაც მუშაობენ და წარმატებით მუშაობენ. დღეს გახდა ცნობილი, რომ რუსეთის ნავთობის გადამუშავება 2005 წლის დონემდე დაეცა. და თავად ვლადიმირ პუტინმა პირველად საჯაროდ აღიარა, ციტატა: "დიახ, უკრაინელები გვიქნიან გარკვეულ პრობლემებს ნავთო პროდუქტებთან დაკავშირებით." ამ გამოშვებაში რა კონკრეტულად დაუჭირა მხარი დონალდ ტრამპმა და როდის ამოქმედდება ეს? რატომ აღმოჩნდნენ უკრაინული დრონები უფრო ეფექტური ვიდრე ამერიკული სანქციები? თავარი კითხვა, მოაწერს თუ არა დონალდ ტრამპი ამ სანქციებს საბოლოოდ ხელს, თუ ეს ისე მხოლოდ ვლადიმირ პუტინის დაშინების მცდელობაა? ჩემი სახელია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყეთ, გთხოვთ გამოიწერეთ არხი. ჩვენ 300,000 გამომწერის ნიშნულს უახლოვდებით. პირადად თქვენი გამოწერისთვის მადლიერი ვიქნები. გამოიწერეთ არხი. ასე რომ ამ გამოშვებას უკვე გვიან ღამით 13 ივლისს წერ. იმ დროს, როცა სამწუხაროდ რუსები ამჟამად აგრძელებენ სარაკეტო თავდასხმებს უკრაინის დედაქალაქზე, მაგრამ ახალი ამბავი მართლაც ცხელი და შეიძლება რუსებისთვის ფატალური აღმოჩნდეს. თეთრი სახლის წარმომადგენელმა CNN-ს აცნობა, რომ დონალდ ტრამპი ლინდსი გრემთან საუბრის შემდეგ, მის გარდაცვალებამდე, საბოლოოდ მზად არის მხარი დაუჭიროს კანონპროექტს რუსეთის წინააღმდეგ ჯოჯოხეთური სანქციების შესახებ. ეს კრიტიკულია, კრიტიკულად მნიშვნელოვანია. აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ შეიძლება მკვეთრად დააჩქაროს ამ დოკუმენტის კონგრესში განხილვა. გახსენებთ თვითონ მექანიზმს. ლინდსი გრემის კანონპროექტი დონალდ ტრამპს უხსნის გზას მაღალი ტარიფების დაწესებისკენ იმპორტზე. ყველა იმ ქვეყნიდან, რომლებიც აგრძელებენ რუსეთის ნავთობის, ურანისა და ბუნებრივი გაზის შეძენას. საუბარია 5 გადამყიდულ ქვეყანაზე, რომლებიც ხიდულობენ იაფ რუსულ ნავთობს, რათა შემდეგ გადააკიდონ იგი. ან ნავთო პროდუქტებზე, რომლებიც დამზადებულია რუსული ნავთობისგან. და ამ კანონპროექტის თანაავტორები უკვე 85 სენატორია. ეს საკმარისია იმისთვისაც კი, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიონ, თუ ტრამპი უეცრად გადაიფიქრებს. მაგრამ თეთრი სახლის წყაროები, ეს რა თქმა უნდა ერთი რამე. ისინი ამტკიცებენ, რომ ტრამპმა საბოლოოდ მხარი დაუჭირა ჯოჯოხეთურ სანქციებს. მაგრამ მაინც, თეთრი სახლის წყარომ ანონიმურობის დაცვით ისაუბრა. მაგრამ დღეს უკვე რესპუბლიკელების ლიდერიც კი. რესპუბლიკური უმრავლესობის ლიდერმა ჯონ თუნმა ეს საჯაროდ დაადასტურა. თეთრი სახლი მჭიდრო თანამშრომლობდა ლინდსი გრემთან ამ კანონპროექტის საბოლოო ვერსიის ტექსტზე, რომელიც ჯოჯოხეთურ სანქციებს ეხება. შემდეგ მოხავს მისი ციტატა. ამისთვის საჭიროა როგორც დემოკრატების, ასევე რესპუბლიკელების ძალისხმევა სენატში. მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ამას შევძლებთ. ეს კანონპროექტი სენატორ გრემის პოლიტიკური მემკვიდრეობაა. დემოკრატი რიჩარდ ბლუმენტალი, ლინდსი გრემის თანაავტორი, საკმაოდ ემოციურად ჩამოაყალიბა ეს საკითხი და განაცხადა, ციტატა: "ამ კანონპროექტის სწრაფად მიღება სენატორ გრემის ხსოვნის პატივსაცემად უნდა ჩაითვალოს ღირსეულ პატივად." ზუსტად ამაზე საუბრობდით, როცა ბოლოს შაბათ-კვირას მასთან ვესაუბრე. სურს აღნიშნო, რომ რუსეთის წინააღმდეგ არსებული ჯოჯოხეთური სანქციების მიმდინარე რედაქცია მესამე ქვეყნებისთვის მეორად სანქციებსაც ითვალისწინებს. 500%-იანი აკრძალვითი ტარიფების დაწესება იმ ქვეყნების საქონელზე, რომლებიც კვლავ ყიდულობენ რუსულ ენერგორესურსებს, ნავთობს, ურანსა და ბუნებრივ გაზს. ასევე ეს სანქციები ითვალისწინებს ფინანსურ ბლოკადას, ანუ მკაცრ შეზღუდვებს რუსეთის უმსხვილესი ბანკებისა და ოლიგარქების მიმართ და საინვესტიციო აკრძალვას. ამერიკული ინვესტიციების სრულ ბლოკირებას რუსეთის ნებისმიერი ენერგეტიკული სექტორის მიმართ. თავად დონალდ ტრამპმაც მნიშვნელოვნად შეცვალა თავისი პოზიცია. ფოდ ერთ ეპიზოდს შეგახსენეთ, რათა გაიგოთ, რამდენად შეიცვალა მისი რიტორიკა. 8 ივლისს დონალდ ტრამპი ანკარაში ნატოს სამიტზე შეხვდა ვლადიმირ ზელენსკის, სადაც აქებდა უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმებს რუსეთის წინააღმდეგ და მათ უწოდებდა იმ ქმედებებს, რომლებიც მშვიდობას აახლოებს. იმავე დღეს ტრამპმა საჯაროდ განაცხადა, რომ სწორედ იმ დღეს, ანუ 8 ივლისს,
აუცილებლად დაურეკავდა ვლადიმირ პუტინს და მასთან ერთად მშვიდობის მოლაპარაკებებს განიხილავდა. მაგრამ შემდეგ შედგა დახურული შეხვედრა ტრამპსა და ზელენსკის შორის. რა ითქვა იქ ბოლომდე არ ვიცით. მაგრამ დღეს უკვე გვიანი საღამოა, 13 ივლისი. ხოლო ტრამპმა ვლადიმირ პუტინს მაინც არ დაურეკა და საერთოდ შეწყვიტა მისი სახელის ხსენებაც კი საჯარო განხილვებში. აი აქ არის ყველაზე მთავარი. დონალდ ტრამპს ნამდვილად შეუძლია საბოლოოდ მხარი დაუჭიროს სანქციებს, რათა მოასწროს და ჩაჯდეს ბოლო გამარჯვებულ მატარებელში, ასე შეიძლება ითქვას. სანამ ვაშინგტონი ჯოჯოხეთურის სანქციების კამპრაონ პროექტის ტექსტს ათანხმებდა, უკრაინამ უკვე მიაღწია იმ შედეგს, რასაც ვერ მიაღწია ვერც 1000-მა სანქციამ და ვერც 4 წლიანმა დიპლომატიამ. რუსეთში ნავთობის გადამუშავება დაეცა 4 მილიონ ბარელზე ნაკლებ დღეში, რაც მინიმუმია 2005 წლის მარტის შემდეგ. ანუ ეს თითქმის მთელი ვლადიმირ პუტინის მმართველობის პერიოდის მინიმუმია. სლიურად ვარდნა თითქმის 1,5 მილიონი ბარელით დღეში და ეს ყველაფერი უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი სანქციების შედეგია. დღეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ბოლო 100 დღის განმავლობაში დაახლოებით 50 თავდასხმა მოხდა რუსეთის საწვავის ობიექტებზე. მხოლოდ საწვავის ობიექტებზე. ანუ ყოველ 2 დღეში ერთხელ სადღაც რაღაც ძალიან მასშტაბურს ეცემა დარტყმა. რუსეთის თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უკვე არმიის სამიზნე გახდა. ყოველ შემთხვევაში პირველი ტოპ 10 უკვე ყველა დაზიანებულია, ზოგიერთი კი რამდენჯერმეც. ეხლა კი ყურადღება, რუსეთმა საწვავის სექტორის ოფიციალური სტატისტიკა გაასაიდუმა. ანალიტიკოსებს რეალური დანაკარგების დათვლა ნავთობის საბადოებისა და რეზერვუარების სატელიტური მონიტორინგით უწევთ. როცა სახელმწიფო იწყებს ციფრების დამალოს, ეს ნიშნავს კატასტროფის აღიარებას. უბრალოდ პრობლემის კი არა, არამედ რეალური კატასტროფის. პუტინი შეგახსენეთ თავიდან ამაყობდა იმით, რომ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმები თითქოს საშიში არ იყო. ახლა კი გრძალავს რუსებისთვის იმის თმას, რა რეალური მდგომარეობაა ნავთობგადამუშავებაში. უკრაინული დარტყმების შედეგები უბრალოდ ერთმანეთის მიყოლებით წამოვიდა. და შეგახსენებთ, რომ რუსეთმა სრულად აკრძალა ბენზინის ექსპორტი, შემდეგ ავია კეროსინის, ახლა კი უკვე დიზელისაც. რუსეთი ერთ-ერთი მთავარი მსოფლიო ექსპორტიორია. დიზელის საწვავი ბაზრიდან გაქრა, რამაც მსოფლიო ფასები მრავალწლიან მაქსიმუმამდე აიყვანა. ბენზინის წარმოება მხოლოდ სეზონური მოთხოვნის 65%-ს ფარავს და საბოლოო დამცირება ნავთობის ზესახელმწიფოსთვის. გახსენებთ, თავად ვლადიმირ პუტინი თუ არ ვცდები, ეს იყო 2007 ან 2008 წელი, იქ ნატოს წევრების სიაში გამოდიოდა, როცა მას ჯერ კიდევ იცოდნენ ამ სამიტებზე. მაშინ მან განაცხადა, რომ რუსეთი არ უნდა დაგავიწყდეთ, ჩვენ ენერგეტიკული ქვეყანა ვართ. ეს ზესახელმწიფოა და თქვენ უნდა გაითვალისწინოთ ეს, თორემ ყველა გაიყინებით რუსეთის გაზისა და ნავთობის გარეშე. აი ეს ნავთობის ზესახელმწიფო საბოლოოდ ბენზინს ინდოეთიდან და ყაზახეთიდან იმპორტირებს. ეხლა უბრალოდ დაფიქრდით. რუსეთი საკუთარ ნავთობს ინდოეთში და ნაწილობრივ ყაზახეთშიც კი ყიდის ფასდაკლებით, დიდი ფასდაკლებით. და შემდეგ იძულებულია ამ ქვეყნებიდან უკან ეკიდოს. იმავე რუსულ ნავთობს, მაგრამ უკვე ბაზრის მაღალ ფასად, ბენზინად გადამუშავებული სახით. აი ესეთი ნავთობის ზესახელმწიფოა. შედეგად თვითონ ვლადიმირ პუტინსაც კი მოუწია ეღიარებინა, რომ პრობლემები ბევრია. დღეს 13 ივლისს სახალხო ფრონტის ფორუმზე ყველაფერი გამარჯვებისთვის ვლადიმირ პუტინმა ის გააკეთა, რასაც თვეების განმავლობაში არიდებდა თავს. შემდეგ მისი ციტატაა. დიახ, უკრაინელები ამ ეტაპზე, როგორც ამბობენ, გარკვეულ პრობლემებს გვიქმნიან ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებით. ფიქრობ, ეტაპობრივად სიტუაცია გამოსწორდება. მაგრამ ენერგეტიკის საბაზისო საფუძველი რუსეთში ძალიან ძლიერი და საიმედოა. როგორ მოგწონთ ეს თავის არიდება? მომწონს, როცა რუსები იწყებენ რაღაც ფორმულირებების მოგონებას იმისთვის, რომ ეს გაველურებული, სულელური რუსი საერთოდ ვერ მიხვდეს, რას ცდილობდნენ მისთვის გადმოცემას. აი პუტინი ამბობს, უკრაინელები ამ მომენტში, როგორც ამბობენ, გარკვეულ პრობლემებს გვიქმნიან ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებით. თქვი პირდაპირ, საწვავის კრიზისში საშინელ დრეში ვართ, რეალურად სერიოზული პრობლემებია. ის კი იწყებს მორიდებას. შემდეგ ამბობს, ზოგადად ენერგეტიკის საბაზისო საფუძველი ჩვენთან ძალიან საიმედოა. ამიტომ ვიმედოვნებ, რომ მომავალში პრინციპში ყველაფერი კარგად იქნება, გამოსწორდება. ამასთან ერთად მანამდე პუტინი იზოლებული გახდა ეღიარებინა საყოფაცხოვრებო მხარეც და მაინც თქვა, ციტატა. პრობლემები როგორც ავტომობილისტებისთვის, ასევე ბიზნესისთვის რჩება. და რიგებიც სამწუხაროდ, ასევე არის გასამართ სადგურებს და საჭირო მარკის ბენზინის პოვნა ყოველთვის არ არის შესაძლებელი.
შემდეგ კი დაიწყო მუხარები, რომლებიც ძალას კი არა, უზურებას ამჟღავნებს. ვლადიმირ პუტინმა მკაცრად დააბაკუნა თავისი მოკლე ფეხი და განაცხადა, რომ ნებისმიერი უარყოფითი პასუხი სარკისებური იქნება და რამდენჯერმე უფრო ძლიერი. მე უკვე მილიონჯერ გავიმეორე, რომ ბინჯური რუსეთი ვერ პასუხობს, რადგან ის აგრესორია. თუ ძალიან მარტივად ვიტყვით, პუტინი ამბობს, რომ კი, პრობლემები ბევრია, მაგრამ ჩვენ ახლა მათ ვაჩვენებთ, ასე რომ ნუ ნერვიულობთ, ხოლო თქვენ რუსებო, მოითმინეთ. თქვენ ხომ მიჩვეული ხართ იმას, რომ თავარია მეზობლებს უჭირდეთ. აი ახლა ჩვენ მათ ცუდ დრეში ჩავაგდებთ. მაგრამ საწვავის კრიზისი უკვე მხოლოდ ეკონომიკას აღარ ეხება. ის ფრონტამდეც მივიდა, რაც პრინციპში ყველაფრის დაწყების მთავარი მიზეზი იყო. წინააღმდეგობის მოძრაობა ატეშის ცნობით, რუსეთის სარდლობამ უკრაინის სამხრეთში შეზღუდა მობილური ცეცხლსასროლი ჯგუფებისა და საჰაერო თავდაცვის დანაყოფების საწვავით უზრუნველყოფა. და აქ პირდაპირ კიდევ ერთხელ აღვნიშნო. დაფიქრდით ამ მოჯადოებულ წრეზე. უკრაინული დრონები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ესხმიან თავს. რუსეთს ნელ-ნელა ეწურება საწვავი. მათ აღარ აქვს საწვავი საჰაერო თავდაცვის ჯგუფებისთვის, რომლებიც უნდა ჩამოაგდონ ეს დრონები, რომლებიც ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ესხმიან თავს. დრონები შესაბამისად უფრო თავისუფლად დაფრინავენ და ახალ-ახალ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ურთყამენ. მაგრამ გონია, რომ ეს საერთოდ გენიალურია. დარტყმები არ წყდება. 13 ივლისის ღამეს სპუმ დაარტყა საპატრულო კატერებს და ტექნიკის ანგარებს ბაგეროვას ავიაბაზაზე ტირიმში. ორთ კავკასში, კრასნოდარის მხარეში და ნავთობაზის რეზერვუარების პარკში, სტავროპოლში. დაზიანდა რადიოლოკაციური სადგური ნებო-უ და S-400-ის გამშვები ქერჩთან. ხოლო აზოვის ზღვაში 10-ზე მეტი ხომალიც იწოდა. ეს იყო როგორც ტანკერები, ასევე ბორანები, მშრალმძიდები და ბუქსირები. შედეგი: ამერიკული სანქციები, ეგრეთ წოდებული ჯოჯოხეთური სანქციები, შესაძლოა საბოლოოდ რეალურად ამოქმედდეს. აშშ-ში სანქციები უნდა შეეხოს არა რუსეთს, არამედ მათ, ვინც კრემლს ფულს აძლევს: ჩინეთს, ინდოეთს, ბრაზილიას და საერთოდ ყველა ნავთობის მყიდველს. ეს დარტყმა იმ შემოსავლებზე, რომლითაც ომი ფინანსდება, მაგრამ ლოდინი მოგვიწევს. და მაშინაც კი, როცა კანონ პროექტს მიიღებენ და დონალდ ტრამპი მას ხელს მოაწერს, სანქციების მნიშვნელოვანი ნაწილი ავტომატურად ამოქმედდება მხოლოდ 30 დღის შემდეგ. Plus კიდევ თვეები სჭირდება იმას, რომ მყიდველებმა თავიანთი ლოგისტიკა გადააწყონ. ამიტომ ამ სანქციების რეალური ეფექტი დადგება ვითხოვდი ზამთრამდე არა. და ისიც იმ შემთხვევაში, თუ ტრამპი მართლა დააჭერს სასახლეც. ხოლო უკრაინული სანქციები მკრისიერად მუშაობს. მიუხედავად ამისა, ეს მაინც იდეალური კომბინაცია იქნებოდა. ანუ უკრაინა აჩერებს გადამუშავებას, შესაბამისად რუსეთი კარგავს უნარს, უზრუნველყოს საკუთარი თავი და იბრძოლოს. ხოლო ეს სანქციები ნედლეულის ექსპორტს დაარტყამს და რუსეთი ფულს დაკარგავს. ერთი მეორის გარეშე რა თქმა უნდა მუშაობს, მაგრამ მხოლოდ ნახევარი ძალით. ხოლო ერთად ეს უკვე კრემლის ნამდვილი დახრჩობა. მაგრამ ხელს მოაწერს თუ არა ტრამპის სანქციებს? ეს ღია კითხვა. არგუმენტები ამის სასარგებლოდ. თეთრმა სახმა პირველად ოფიციალურად დაადასტურა მზადყოფნა. ლინსი ლენინცეგრადის სიკვდილმა, როგორც არ უნდა ჟღერდეს ეს, კანონ პროექტი ღირსების საკითხად აქცია. მის მიერებას წარმოაჩენენ როგორც დიდ სენატორზე ხსოვნის პატივისცემას. არგუმენტები წინააღმდეგ. ტრამპი წლების განმავლობაში აჭიანურებდა. ის უფრო ფართო საპრეზიდენტო უფლებამოსილებებს ითხოვდა. ანუ თავად უნდა გადაეწყვიტა, დაერთხა თუ არა. და მთავარი 500 გვიანია ტარიფები ჩინეთსა და ინდოეთს დაარტყამენ. რაც უკვე ინფლაციის საფრთხეს ქმნის შეერთებულ შტატებში ნოემბრის არჩევნების წინ. ასე რომ სამართლიანი პროგნოზია კანონ პროექტს დიდი ალბათობით მიიღებენ. მაგრამ კანონ პროექტის მიღებასა და სანქციების გამოყენებას შორის უფსკრულია. იმიტომ რომ სწორედ დონალდ ტრამპი იქნება ის, ვინც პირადად გადაწყვეტს დაარტყას თუ არა კრემლს. აქ სამ წერტილს დავსვამ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააჭირეთ ზარს და არ დაგავიწყდეთ მოწონება. და მეგობრებო, განსაკუთრებით კიევში მყოფებო, იზრუნეთ საკუთარ თავზე, არ უგულებელყოთ საჰაერო განგაშის სიგნალები და აუცილებლად ჩადით თავშესაფარში. რადგან სანამ ჩვენ არ გვაქვს საიმედო დაცვა რუსული ბალისტიკისგან, სამწუხაროდ პუტინი მაქსიმალურად ეცდება ამ ბერკეტის გამოყენებას. ამიტომ აქ სამ წერტილს ვსვამ. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით.